მოგესალმებით ყველას. ამ შენობაში, რომელიც ჩემთვის არის ერთდროულად აღშენებლობის, თანამედროვე საქართველოსი, დაპაუზებულის, ჯერჯერობით შეჩერებულის, მაგრამ ძალიან ლამაზ გარედან და ჯერ კიდევ რომ უნდა სულად შევისოს შინაარსით შიგიდან ამის სიმბოლო. მე მინდა დღეს რამდენიმე საკითხზე გესაუბროთ, მაგრამ მინდა თავიდან დავიწყო იმით, რომ თავიდან მინდა გავაკეთო იდეოლოგიაზე დღევანდელი გამოსვლა ახალგაზრდობაზე და მსურს გავაკეთო ძალიან რადიკალური განცხადება. ზოგის თავში ფიქრი ხანდახან ყვამლად გადაიქცევა. ამ ყვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენ სტერს, რაც ეს ყვამლი იმას, ვის თავშიაც აწწყება, აუვარდება. საქმეს დამართებს. თვალებს უბრმავებს. ყურებში ბამბას უცობს. ოცნებიანი თავდაპირველად უნდა ვთქვათ, ძლიერ ზარმაცია. ამასთანავე მსუნაგი და უეჭველად ღარიბი. ღიად ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზე და ოცნებობს. ანუ უკეთ რომ ვთქვათ, იმაზე თუ რა კარგია სიმდიდრე. ამიტომ თავი და ბოლო ოცნების ფიქრის არის ნეტავი არის. ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფთხის ოცნებას. უფთხის იმიტომ რომ ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც საქმეს აცდენს. ესეთი რადიკალური განცხადებაა. კარგად მოვისმინეთ რა ვთქვი. ეს არ არის ჩემი განცხადება, უფრო მეტიც მე მას ნაწილობრივ ვემიჯნები. ეს არის დიდი ქართველი კლასიკოსი, ყველაზე პროგრესული ქართველი, ყველა დროის ვაჟა ფშაველა. ვაჟა ფშაველა ოცნებაზე. ვაჟა ფშაველა ქართულ ოცნებაზე. და მე ვემიჯნები ნაწილობრივ, იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია, რომ ქართველი ერი უმეტესი ნაწილი ან გამოლაყებული ან ზარმაცია. მე ვნახე ბოლო წლებში საქართველოს რომ დღედაღამე აშენებდა, რომ დღედაღამე შრომობდა, რომელსაც დღედაღამე უნდოდა პროგრესი. ამიტომ ვაჟა-ფშაველას განცხადება დაიწერა და ითქვა, ვაჟა-ფშაველამ ეს დაწერა დამოკიდებული, დამონებული საქართველოს დროს. თავისუფალ საქართველოს შეუძლია ამ შემოქმედებით ენერგიის გამოთავისუფლება. თავისუფალი საქართველოს შევქმნით დღეს ყველამ ჩვენ. მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ყველა ქართველი. მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მე და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ჩვენ სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ. უბრალოდ მე ამ პლანეტიდან ვარ და ამ ქვეყნიდან ვარ. და ჩვენ რამდენი არ მინდა პოლიტიკური თვალთქმაქცობა და ისე რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, არაფერი საერთო მემასთან არ მაქვს. ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. ძალიან განსხვავებით ერთმანეთისგან. მისი და მე მინდა ვილაპარაკო ციტატებით. მოდი თავი დავანებოთ ეხლა რომ სააკაშვილის მორიგი პიარი. მე რას ვამბობ და ის რა ამბობს? ის ამბობს რომ ეს შენობა და ეს ხიდი უნდა დაინგრეს. ყველა მოისმინეთ ეს არაერთხელ გაკეთებული განცხადება. მე ვამბობ რომ ბევრად მეტია ასაშენებელი. ის ამბობს რომ საქართველოს, მე უბრალოდ მე ვამბობ რომ საქართველოს სახელმწიფოა. ივანიშვილი, საქართველოს პატარა სოფელია, ციტირებ. მე ვამბობ რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ის ამბობს რომ საქართველოს არ არის მნიშვნელოვანი. მე ვამბობ რომ საქართველოს რეგიონის ლიდერი უნდა გახდეს და სხვა შორის გახდა კიდევაც ჩემი მმართველობის დროს. ის ამბობს და ვაციტირებ ზუსტად ნათქვამს, საქართველოს არ უნდა გააჩნდეს არანაირი რეგიონალური ამბიციები. მე არაერთხელ მithქვიავს რომ უნდა აშენდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ის ამბობს რომ სააკაშვილის ხუშტურებზე ფუფუნების საგნები აღარ აშენდება. მე ვამბობდი მთელი ეს პერიოდი რომ უნდა ვისწრაფოდე მომავლისკენ და დღესაც ამას ვამბობ. ის ამბობს რომ უნდა გამოვიძიოთ წარსული. მე ვამბობდი რომ არასდროს შევალთ პოსტსაბჭოთა კავშირებში და დღესაც ავსვამს. ის ამბობს განვიხილავთ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას. მე ვამბობ რომ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში, თავისუფლებას როგორც სამშობლოში უნდა იშრომონ საქართველოს, ისწავლონ ქართული, იბრძოლონ საქართველოს და თუ საჭიროა მოკდეს საქართველოს. ის ამბობს, მიკვირს, როდესაც თქვენი ქვეყანა გვერდზე არის და რატომ ცხოვრობთ საქართველოში. მე ვამბობ, რომ ქართველი ერი ბძენია, ივანიშვილი ამბობს და არაერთხელ უთქვას, ქართველი ერი უმწიფარია, ვციტირებ მას. მე ვამბობ, რომ თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი.
მან ამას წინა თქვა, პლეხანოვი დაანგრიეს. მე სიღნაღი ქუთაისი, მესტია, თელავი, ახალქალაქი, ზუგდიდი, ყვარელი, ანაკლია, ლაზიკა, ისაოს ყველაფერი ფასადურია. მე სულ ეს წელი გავიძახოთ ბათუმი. ივანიშვილი, რა ბათუმი? ჩვენი გმირია გიორგი ანწუხელიძე. ივანიშვილი აპატია ლადო ბედუკაძეს და ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა ის. მე ვამბობდი თელესლები რუსეთი ოკუპანტია. ივანიშვილი საქართველოს გააბრაზა რუსეთი. მე ვამბობდი რომ რუსეთი თავს დაგვესხა. ივანიშვილი ომი საქართველოს დაიწყო. მე ვამბობდა ეს მართალია ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოკუპანტად აღიარა. ივანიშვილი ამბობს უნდა გამოიძიოთ ომის დაწყებაში სააკაშვილის დანაშაული. მე ვამბობ უნდა გამოიძიოთ უბრალოდ გავაპროტესტოთ და შევეწინააღმდეგოთ შევაჩეროთ ცოცხალი ოკუპაცია. ივანიშვილის ციტატა. ეს გაუგებრობაა რუსეთი სოჩის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მე ჩავედით თქვა დვანში და ვამბობთ რომ ჩავიდეთ ყველანი დვანში და დავდგეთ ხალხის გვერდით. ივანიშვილი ციტატა. არ მცალია მაგ ბევრი სხვა საქმე აქვს. რა ვქნა ახლა ჩავიდე და ცნემლი ვიყარო ხალხთან ერთად? მე ვამბობ რომ სერიოზულად უნდა გადავხედოთ სოჩის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობას. ივანიშვილი ჩვენ დავეხმარებით რუსეთს ოლიმპიადის ჩატარებაში. მე ვამბობ რუსეთ საქართველოს ომის გმირის მიერ, რუსულ გმირის მიერ, რომელიც ბომბადა ჩვენ მიწებს, ანთებული ჩირაღდის ქვეშ, ასპარეზობა სერიოზულ ეთში იწვევს და დასაფიქრებელია. ივანიშვილი, დიპლომატიას ერთ მეჩირაღდეს არ გადავაყოლებთ. მე არაერთხელ მithქვას და სიმართლეა, სოფლიომ აღიარა ქართული რეფორმები. ივანიშვილი, სააკაშვილმა სოფლიო შეცდომაში შეიყვანა. მე ვამბობ ხალხს თავრობის მიმართ მოლოდინები უცროდება და ბევრად მეც ითხოვს, რაც ყველა მიცნო მართალია. ივანიშვილი, ყველა დაპირება გადაჭარბებით არის შესრულებული. მე ვამბობ დასაქმემ არ უნდა ხდებოდეს ნათესაური და ახლობური ნიშნით, ეს არის ჩემი წამსი. ის ამბობს საქართველოში ნათესაობის დასაქმება ქართული ხასიათია და სააკაშვილმა საერთოდ არ იცის თუ რა არის ოჯახის სიყვარული, ეს ორი სხვადასხვა გავაცვით არის. ასე რომ თქვენ ხედავთ რომ ჩვენ გვაქვს მართლა ორ სხვადასხვა ჩვენ წარმოადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე რომ მე წარმოვადგენ, ის წარმოადგენს წარსული საქართველოს და მე წარმოვადგენ თქვენთან ერთად მომავლის საქართველოს. იმიტომ რომ მან ყველაზე დიდი დარტყმა ბოლო წლებში არის არა ავტობანის შენერებული ტემპი, ან თეთრნურდის კურორტის გაჩერება, ან თუნდაც ლაზიკის სპორტის შეჩერება, ეს წკინეულია, მაგრამ ყველაფერი განახდება. ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის გაჩერება. იმიტომ რომ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი, რომელიც მისი პირადი ბრძანებით შეჩერდა, ეს იყო მთავარი მიღწევა, რომელიც ჩვენ გვქონდა, იმიტომ რომ ამის ხელახლა დაქოქვას და გაკეთებას დაჭირდება კიდე 7-8 წელიწადი. 7-8 წელიწადს დაუკარგავთ, რომ ყველაზე მაღალი სტანდარტის უმაღლესი დაწესებულება შეგვიძლია თითოეული თქვენ გალიშვის საქართველოში, რომელიც მარტო იმათვის კი არა, ვინც იქ ისწავლიდა. მთელი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ახალი სტანდარტები იქნებოდა. ამიტომ ტემპი და წინსვლა ეს არის ჩვენი ხელწერა და ახალგაზრდობის თავარი რამ. უკან დახევა და ტემპის შენელება ეს არის მათი წარსული საქართველოს გადმონაშთი. როდესაც მე ვთქვი ადრე რომ ჩვენ ყველანი აღმოჩნდებით იმ სიტუაციაში, როცა ბევრი წარსულის გადმონაშთი დაბრუნდება, ეს სიტუაცია ჩვენ უკვე აღმოჩნდით, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი. მაინც ვერაფერს დახევს საქართველოს უკან. გუნდი შეიცვლება, პიროვნებები გამოიცვლებიან, ახალი ხალხი წარმოდგება საქართველოს, ახალი ხალხი მოვა საქართველოს სათავეში სხვადასხვა დროს, მაგრამ თავარი რაღაცა რაც პრინციპები რაც ჩვენ დავნერგეთ, ეს არასდროს არ შეიცვლება. ვარდების რევოლუციას როცა ვაკეთებდით, დასავლურ ღირებულებებში ჯეროდა მხოლოდ ერთ მუჭაჭ რევოლუციონერების გუნდს, ძირითადად ხშირ შემთხვევაში სოფლიდან ჩამოსულ საშუალო ასაკის თვალებანთებულ, მაგრამ დამშეულ იდეალისტებს. დღეს ეს არის ქართული საზოგადოების თავარი მამოძრავებელი ძალა. ამას უკან ვერავინ არ შეაბრუნებს. ქართულმა საზოგადოებამ უკვე ნახა რას ნიშნავს არაკორუმპირებული სახელმწიფო ინსტიტუტები, არაკორუმპირებული გარემო, თანაბარი შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებში ქთამის არ მიცემა. ამას უკან ვერავინ არ შეაბრუნებს. უკეთესი სახელმწიფო სამსახურის სერვისები, ამას უკან ვერაფერი არ შეაბრუნებს. ამიტომ ამ ბრძოლაში რომ უკანა დაგვებრუნოს, სადაც არ უნდა ვიყო მე ვარ თქვენ მხარეს. საპრეზიდენტო არჩევნები
მნიშვნელოვანია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებით ცხოვრება ნამდვილად არ მთავრდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შემოდის ახალი კონსტიტუციური სისტემა და მთავრობას კიდევ ვერ გაუაზრებია, რამდენად დაცული იყო ეს ბოლო წელიწადს, იმიტომ რომ პრეზიდენტის საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო ჯერ კიდევ მე მათ გადავედი მთელი უფლებამოსილება და პარლამენტი აქტიურად ვერ ერეოდა მათ საქმიანობაში. როგორც კი აღმოქმედება ახალი კონსტიტუცია, პარლამენტი ყოველდღიურად უმრავლესობაც, უმცირესობაც ყველა ჯგუფი ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში, რაც ადრე აქამდე არასოდეს არ ყოფილა საქართველოში. წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ელისწინა ამ მთავრობას, კონსტიტუციური ფარგლები არის ასეთ და ნებისმიერ შემდეგ მთავრობას, რომელიც მათ დარწმუნებულია ძალიან ჩქარა შეცვლის. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ არ ვამთავრებთ ჩვენ ბრძოლას. იწყება ამ ბრძოლის ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი და მთავარი მოქმედი პირი კიდევ ერთხელ ვიმეორებ განსხვავებით ვარდების რევოლუციისგან. იმიტომ რომ ვარდების რევოლუციაში ახალგაზრდობა დღეს ჩემი ამაზღია თქვა არ იყო მთავარი მოქმედი პირი. იყო ხალხი, ვინც იყო დაღრილი უბრალოდ გამოუვალობისგან, ხო? მეც ვიყავი მათი ნაწილი. ხვალ მთავარი მოქმედი პირი, ყველა ცვლილების, ყველა ახალი წინსვლის იქნება საქართველოს ახალგაზრდობა. ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ყველა აღსარებლობის წარმომადგენელი და ჩვენ ვერავინ ვეღარ გავყოფს აღსარებლობის მიხედვით, ვერავინ ვერ გავყოფს რელიგიის მიხედვით. აგრეთვე რამდენიმე 10,000 ადამიანი თურქეთში ეთნიკური ქართველი ითხოვს საქართველოს მოქალაქობას. ესეთი პატრიოტები მე იშვიათად სადმე მინახავს. ქართველები სხვა ქვეყნებში. ამ გუშინ ერთი კოლაბორაციონისტი მოღალატე იძახოდა რომ ბათუმის რადიოში ვსმენდი რომ მოსკოვის ქართულ ეკლესიაშიო მთელი ეს პერიოდი იყო სააკაშვილის სურათი. ვერაფერ ვერ ჩამოახსნევია თუ კაცო. უფრო მეტიც ვინც ითხოვდა ჩამოხსნას, ეკლესიიდან გამოყარეს რამე დღევანდელ დღესო და მე ჩაერიაო შესაბამის სტრუქტურები და მოსკოვის საპატრიარქო და სააკაშვილის სურათი როგორც იქნა ჩამოხსნიეთო თავს იწოლებდა. დღეს გუშინს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა, უბრალოდ მე ვნახე რომ შეაჩერა, მაგრამ დიდი ხანია ვიცი უბრალოდ თვალით ვნახე, იმიტომ ყველა შეუძლია გახვიდეთ, ნახოთ, ეს აღარ არის სახელმწიფო საიდუმლო, იმიტომ რომ პირდაპირ თავარი ტრასის გვერდზე გადის, თავარი დამცავი თხრილის შენელობა თბილისის. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეხლა უკვე წინას გუდეებზე აღარ წყდება ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს ბრძოლა წყდება აქ. შიგნით მიდის იდეოლოგიური ბრძოლა. ქართველობის განსაზღვრაზე მიდის იდეოლოგიური ბრძოლა. ეს არის პუტინური ვერსია ქართულობის განსაზღვრების, სადაც ჩვენ დაყომა რელიგიური ნიშნით, სხვადასხვა ნიშნებით და გადავკიდებენ ერთმანეთს ეთნიკური ნიშნებით თუ ერთიანი საქართველო, სადაც თავარ რაღაცაზე ყველა შეთანხმდებით და ჩვენ ვეღარასოდეს ვეღარ დაგობლებს უკან ხედვა. ჩვენ ჩემი განსხვავება პრემიერ-მინისტრის ივანიშვილისგან ისეთივე ხასიათებია, როგორც ჩემი განსხვავებები სოფხედულობ პრეზიდენტ პუტინისგან. პუტინისთვის მე არც დედა არ მიგინები არასდროს და არც სხვა რამე. მე მინდოდა თავისუფალი საქართველო მინდა. პუტინს არ უნდა თავისუფალი საქართველო. ივანიშვილმა თქვა რომ მე მინდა საზოგადოება, რომელსაც მე ვმართავ. უკრინდა ზემოდან. მე მინდა საზოგადოება, რომელიც იქნება თავისუფალი და თვითონ მართავს თავის თავს. როგორც ჩემი ხედვა პუტინთან არის შეუსაბამო, ესე ვერასოდეს ჩემი ხედვა ივანიშვილს და ერთამეთ ვერ შეთანხმდება. იმიტომ რომ ჩვენ მემწევს თავისუფლების უზომოდ და მემწევს საქართველოს მომავლის. ამ ხედვას ალტერნატივა არ აქვს. და ხვალ და ზეკ ნებისმიერ თქვენგან იდგება ჩემ ადგილზე, ააფრიალებს ჩვენ დროშას, თავისუფლების დროშას და საქართველოს გაიყვანს საბოლოოდ ყველა ამ წარსულის გადმონაშთებიდან სამშვიდობოზე. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ეს ბრძოლა რა თქმა უნდა დაიწყო ამ არჩევნებისთვის, მაგრამ გაგრძელდება არჩევნების შემდეგ, ყველაფერი წინაა და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვარ ამაში სრულიად დარწმუნებული.